Სამშვიდობისა ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდება და ვინც ჩანაწერი შეხედავს. გამარჯობა ქალბატონ ნინო. გამარჯობა დავით და დარიო საისტორიო კლუბი დღეს 1 ოქტომბერია და ბრუნდება ეთერში. ძალიან მიხარია. რატო ჯაფარიძეს, დავით ჯაფარიძეს ვიყავს ხოლმე ეს ჩვენი სხდომები. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს და დავითი წარადგენს ქალბატონ ნინო სამსონია. იქნებიან პროფესიონალები, კითხვებს დასვავს ძირითადად დავითი და მე და თქვენ ჩემო მაყურებელო ვართ მოწაფეები და მსმენელები. ძალიან მონდომებულები და ძალიან ინტერესით ველოდები ამბების გაგებას. რატო სიტყვა შენ და დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. საღამოშილობის აქ საქართველოში ვინც გვიყურებს და ანჩენებს სხვაგან სადრადროა, არ ვიცი, მაგრამ ყველას მივესალმები და მოხარული ვარ, რომ წარმოგიდგინოთ ქალბატონი ნინო სამსონია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ასიროლოგი. ახლა ეს ისეთი დარგია ასიროლოგია, რომელიც ნაკლებად არის შედარებით ცნობილი და ამასაც თავის მიზეზები აქვს. ეს ასიროლოგია ძველი აღმოსავლეთის ხალხების ისტორიას და კულტურას შეისწავლის. და ჩვენ ყავდა ძალიან დიდი მეცნიერი, დიდი ადამიანი, მრავალმხრივი მიხაკო წერეთელი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების, ნახევარზე მეტი ემიგრაციაში გაატარა. ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, მრავალმხრივი კიდევ მეორებ. და მის გვექნება დღეს საუბარი ასიროლოგიაზე, რა დარგია ეს, რას შეისწავლის მიხაკო წერეთელზე და ამას ყველაფერს ამაზე ისაუბრებს ქალბატონი ნინო. დიდი მადლობა მოწვევისთვის. კი ბატონო, ასირიოლოგიას, ჯერ განვარტავ ასირიოლოგიას დარგს, რომელიც უკავშირდება უპირველეს ისტორიას, რადგან საქართველოს ისტორია იწყება ლურსმულ ტექსტებში, მოგეხსენებათ, ასურულ და ურარტულ ტექსტებში, ლურსმულ ტექსტებში არის პირველი ცნობები ქართველური ტომების შესახებ. ეს იყო ის მიზეზი, რატომაც ივანე ჯავახიშვილმა გადაწყვიტა, რომ ეს დარგი ყოფილიყო ახლად დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში. რაც შეეხება მიხაკო წერეთელს იცნობს ჩვენი მსმენელიც და საზოგადოებაც უცხოეთში ალბათ უკეთ იცნობენ, შეიძლება მის ნაშრომებს ყოველ შემთხვევაში ვიდრე საქართველოში. მიხაკო წერეთელს თავად შესთავაზა ივანე ჯავახიშვილმა მოიაზრა მიხაკო წერეთელი ასირიოლოგიის შესასწავლად გაუშვა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში და ექვთიმე თაღაიშვილის ცნობილი სიტყვებია, რომელმაც უთხრა მიხაკო წერეთელს, რომ შენო ასე რო გიყვარსო შენი სამშობლო, კარგი იქნება რამე რო გაგეგებოდეს მისი წარსულისო, იმიტომ რომ მიხაკო წერეთელის ალმა-მატერი იყო კიევის უნივერსიტეტი, შემდეგ სწავლა გააგრძელა პარიზში სორბონის უნივერსიტეტში და სოციოლოგიის განხრით მოგეხსენებათ, ის იყო პირველი სოციოლოგი და მისი სოციოლოგიური ნაშრომი ერი და კაცობრიობა კარგად არის ცნობილი. 30 წელს გადაშორებული 1910 წლიდან ის მიემგზავრება გერმანიაში, კიდევ ბრუნდება, ადრეც იყო იქ ნამყოფი, ოღონდ უფრო პოლიტიკური მიზნით და 1911 წლიდან უკვე არის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში ირიცხება და დაახლოებით 1920 წელს უკვე არის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორი ასირიოლოგიაში. ამ პერიოდში 1917-18 წლებში დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში ის ხშირად სწავლა შეჩერებული აქვს 1-2 წლით, ამიტომ გაუგრძელდა მას, იმიტომ რომ პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ეწევა. ფაქტიურად დამოუკიდებლობის კომიტეტი ეს კარგად არის ცნობილი 1914 წლიდან ის მონაწილეობს აქ ყველაფერში. ფაქტიურად მიხაკო წერეთელმა და გიორგი მაჩაბელმა იქ დაალაგეს სიტუაცია ისე რომ ნიშანი მისცეს აქ მთავრობას, რომ 1918 წელს გამოეცხადებინათ ეს დამოუკიდებლობა და 1917 წელს ის გამოსცემს ბერლინში ძალიან საინტერესო ნაშრომს, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, ყოველ შემთხვევაში უკვე ქართულად თარგმნილია და იმედია რომ გამოქვეყნდება ქართველთა უფლებები. ახლა ამას რატო ვლაპარაკობ, რომ თვითონ ეს ჩვენი დარგის დაარსება თბილისის უნივერსიტეტში და ასევე დამოუკიდებლობა ერთმანეთთან არის ძალიან მჭიდრო კავშირში
და 1918 წელს, როდესაც უკვე გამოცხადდა დამოუკიდებლობა და გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1919 წლიდან უკვე ასირიოლოგია ფუნქციონირებს თბილისის უნივერსიტეტში. მიხაკო წერეთლის სიტყვების არის, რომ იმდენი საქმე მაქვს და 2 კათედრა ჩამაბარესო, მაგრამო აი რა მექნაო, აი მე შემდეგ თავის ინტერვიუში ამბობს. თუმცა დიდხანს არ დასცალდა აქ მოღვაწეობა. 1921 წლიდან ის სამუდამოდ მიდის სამშობლოდან, მას აქ აღარ დაედგომებოდა, როგორც თვითონ ამბობს, ეს ვიცით. მაგრამ თავისთავად ეს აი ამ დარგის უნივერსიტეტის საფუძველში ჩადება იყო ის იდეა, რაც აი თქვა დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი დარგი დაიხურა დამოუკიდებლობის დაკარგვისთანავე 1921 წელს, შემდეგ ის ძალიან წუხს რომ მან ვერ მოასწრო აქ მოწაფეების გაზრდა. თუმცა მისი საქმე გააგრძელა მისმა ძმისწულმა გიორგი წერეთელმა, რომელიც ჩუმად ასწავლიდა აქ მოწაფეებს, ასწავლიდა ამ რუსულ დამწერლობებს, ესენი იყვნენ თამაზ გამყრელიძე, გიორგი წერეთლის მოწაფე იყო, გრიგოლ გიორგაძე, ის ხეთურში გაუშვა და ასე რომ როდესაც 1991 წელს 92 წლიდან როდესაც უკვე გამოჩნდა ისევ შანსი დამოუკიდებლობის დაბრუნებასთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღსდგა ეს დარგი და ვერ აღდგებოდა თქვა ის აქ სკოლა რო არ ყოფილიყო და მოწაფეები იცოდნა იყო შენახული ამის თქმა მინდა და ფუნქციონირებს დღემდე და აი ესეც არის რომ აი როგორი დარგია ესეთ ელიტარული დარგი აქვს ხოლმე სოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს პოსტსაბჭოთა სივრცეში მაშინ აი იქ არ შეუწყვეტია რუსეთში ამ დარგს არსებობა იყო პეტერბურგის სკოლა და იყო საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დღესაც ასეა, მარტო 2 ცენტრია და რა ვიცი, აგრძელებს ყოველ შემთხვევაში აი დღეს მაგალითად თუ სტუდენტი არ არის ნებისმიერ აი დიდ მდიდარ უნივერსიტეტს, წამყვან უნივერსიტეტსაც მსოფლიოში უჭირს ამ დარგის შენახვა. აი ლონდონში მაგალითად სოაში დახურულია და თუ გამოჩნდება სტუდენტი, მაშინ მოიწვევენ პროფესორს და აღდგება და თბილისის უნივერსიტეტში აქ ისეა ჩვენთან პროგრამები, რომ როგორც საფუძველი ნებისმიერი დარგისა, თქვათ სხვა სტუდენტებიც ირჩევენ ჩვენს საგნებს, სწავლობენ და მოკლედ უნივერსიტეტს, აი რა ვიცი, ინარჩუნებს ამ დარგის არსებობას დღემდე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისე როგორც ჩვენი უნივერსიტეტისთვის და ასევე ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. ეს მინდოდა მეთქვა ასირიოლოგიაზე და ავში კიდე თუ გექნებათ რამე შეკითხვა, გიპასუხებ. რა ინფორმაციას აძლევს ასირიოლოგია, თქვათ, ისტორიულ ბერძნიერებას, ძველი მსოფლიოს ისტორიას? ახლა ძველი მსოფლიოს ისტორიას, თქვა საქართველოს ისტორიისთვის, უკვე თუ გინდა რომ შესაფუძვლიანად, აი ჩვენი გეოპოლიტიკური მემკვიდრეობა, თქვა ის რომ ვერ გაყალბდება აქ შენი ისტორია, აი თუ გაქვს ეს დარგი, რაც შეეხება საქართველოს ისტორიას და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თან როდესაც ასეთი სპეციალისტი ყავდა და გარდა ამისა, ვთქვათ ახლა მოგეხსენებათ, რომ სამხრეთ შუამდინარეთში იწყება საერთოდ ცივილიზაციის აქედან იწყება ისტორია და ნებისმიერი დარგისთვის ეს იქნება ენათმეცნიერება, ვთქვათ, ლიტერატურად მცოდნება, ყველაფერი, ყველა ნებისმიერი დარგის, თუნდაც არაჰუმანიტარული დარგების საფუძვლიდან შესწავლას გულისხმობს და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქვს ძალიან დიდ სულ რამდენიმე ცენტრია მსოფლიოში და თქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ დარგის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია გარდა იმისა რომ ჩვენთან თქვა გენეტიკურათაც კავშირში ახლა ვხედავ გილგამეშიანს და პარემ ამაზეც ვიტყვი ეს არის კაცობრიობის პირველი ეპოსი გილგამეშის ეპოსი გილგამეშიანი ქართულად ეს სახელწოდებაც მიხაკო წერეთელს ეკუთვნის და ზუსტად გამოხატავს იმ იდეას რასაც ეპოსი ატარებს ანუ ციკლი ყველაფერი გილგამეშის შესახებ როგორც ერქვა ამ ეპოსს კატალოგში აშურბანის პალიპალის ბიბლიოთეკის სათაური არისო. სათაური არის პირველი სიტყვები, ვინც რომელმან ყოველი იხილა, შანაქბა იმურუდა. ეს გილგამეშიანი, ეშგარ გილგამეში იყო კატალოგში, აი ამ ციკლის სათაური, რომელიც ზუსტად ერგება ქართულად. სხვა ნებისმიერ ენაზე, თანამედროვე ენებზე ეპოსი ეწოდება გილგამეშის ეპოსი. და ესეც არის, როდესაც ბრუნდება ის ჰაიდელბერგიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უკვე მას ნათარგმნი აქვს გილგამეშის ეპოსი დედნიდან და
ესეც აი ნებისმიერ ყოველთვის ნებისმიერ უნივერსიტეტში, სადაც ეს სკოლა არსებობს, ამ ეპოს თარგმნიან ფუძემდებელი ასირიოლოგები, იმიტომ რომ ეს ეშგარ გილგამეშიანი გულისხმობს მთელ ციკლს გილგამეშის შესახებ, რაც რამდენიმე ლურსმული დამწერლობის ენის სწავლას, მაგალითად შუმერულის, აქადურის, ხეთურის, ხურიტურის, აქადურის ორივე დიალექტის ცოდნას მოითხოვს და ასეთი იყო მიხაკო წერეთელი და ეს 4 ენის ცოდნა ჩანს ამ დედნიდან აქვს შესრულებული და თავისთავად ესეც არის რომ დარგი მართლა დაფუძნდა და დარგი მართლა გაქვს, თუმცა ეს ეპოსი აკრძალული იყო 1 საუკუნის მანძილზე. ნინო რა მინდა გითხოთ, ესე იგი დავაბრუნეთ. ბატონო? რა მინდა გითხოთ, ესე იგი ფაქტიურად უნივერსიტეტის დაარსებიდან მოასწრო ესე 2 წელი მაინც ესწავლა და პედაგოგა და მისი მოწაფეები არსებობენ, აი რომლებიც ვერ გააგრძელეს ცხადია, მაგრამ მოწაფეები გაზრდა ვერ მოასწრო, თუმცა მისი მოწაფე როგორც თვითონ ამბობს, იყო ვარლამ თოფურია და შემდეგ ის ახლა გახდა ცნობილი ლინგვისტი და მის ძმის წულს გიორგი წერეთელს უტოვებს მემკვიდრეობას და ანდერს რომ გააგრძელოს ეს საქმე თვითონ ეხმარება ევროპიდან. და კონტაქტი აქვს, სულ აქვს კონტაქტი, ისიც თავის ნაშრომებს ფარულად აგზავნის, ისიც მასაც უგზავთან ვეფხისტყაოსნის თარგმანზეც მუშაობდა. იქ ეს ჩვენ ვიცით, ესენიც აკაკი შანიძესთანაც გიორგი წერეთელთან, ოღონდ გვერდი, აი გიორგი წერეთლის ბაბო წერეთელს უგზავნის წერილებს და მასალას ესე პირდაპირ თქვათ ისეთ მდგომარეობაში ხა მოგეხსენებათ მისი სახელის ხსენებაც აკრძალული იყო და რატომაც იყო აკრძალული ვიცით კარგად ხო იმიტომ რომ ეს იყო დაუძინებელი მტერი რუსეთის და შეურიგებელი და აი თქვენ ვეფხისტყაოსანი ახსენეთ და ეს ეხლანდელი გამოცემა არასაც უყურებთ ეხლა საქართველოში ვეფხისტყაოსანზე ეხლა ესეთი ისტორია თვითონაც იგონებს და გრიგოლ რობაქიძეც მოგონებებშიც არის ეს რომ უკვე ბავშვმა ზეპირათიცო მთელი ცხოვრება სწავლობდა ვეფხისტყაოსნის ტექსტს მასვე ეკუთვნის ქართული თქვა დადგენილი ორიგინალი ეს ინტერპოლაციებისგან დაწმენდილი რომელიც გამოქვეყნებული აქვს მას გერმანიაში და ეს ახალი გამოცემა ვერ მოესწრო ის ამ თარგმანის გამოცემას. მას აქვს 2 თარგმანი ვეფხისტყაოსნის გერმანულ ენაზე, ერთი არის პროზაული და მეორე არის წყარეთი. ხა გუშინ იყო ზუსტად საერთაშორისო კონფერენცია ემიგრაცია და თარგმანი ლიტერატურის ინსტიტუტში და იქ მოვისმინე მოხსენებები და ძალიან აი ბედნიერი ვიყავ, იმიტომ რომ უკვე აი ჩვენი მეცნიერები მუშაობენ ამ თარგმანზე. იქ იყო შედარებული გერმანულ თარგმანთან, იყო თქვა ქართულ გამოცემებთან და ყველგან აი აბსოლუტურად ბრწყინვალე თარგმანია, იმიტომ რომ თვითონ ნინო სალიამ ეს გამოსცა 1975 წელს პარიზში მისი გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ. და ამბობს რომ მას ეს რომ არ გაეკეთებინა, ეს ვერასოდეს ვეღარ იხილავდა დღის სინათლეს. ეხლა ტექსტი მოიცავს გერმანულ თარგმანს, დართული აქვს ქართული ორიგინალი, რომელიც მან დაადგინა და თulis რომ ის ვახტანგ მეექვსის რედაქციამ იქ ტექსტი გარკვეულწილად დაამახინჯა, თუმცა იქ ტოვებს ნიჭიერი ინტერპოლატორებს, ეს არის მაჯამებისგან წმენს, თუმცა ტექსტი მთლიანად არის ნათარგმნი, ის რომელსაც თulis რუსთველის ენა და რომელსაც არა, ყველაფერია მთლიანი ვეფხისტყაოსანია, ოღონდ კვლევაც არის აქ თანდართული და შემდეგ უკვე ჩვენ გამოვეცით 2015 წელს ეს თარგმანი, ძალიან მოგვეხმარა ემიგრაციის მუზეუმი, იქ ბატონ გურამ შარაძეს ჰქონდა ეს ჩამოტანილი, ოღონდ არ იყო ხელმისაწვდომი და როდესაც უკვე გილგამეშიანი დავაბრუნეთ 2010 წელს, როდესაც ეს დაბრუნდა, შემდეგ უკვე თითქოს აი რაღაცა გზა გაეხსნა მიხაკო წერეთლის ნაშრომების დაბრუნებას და ვეფხისტყაოსანიც გამოვეცით და ეს საოცარი თარგმანი, აი გუშინ ამბობდნენ, რომ ეს კარვის კალთა ჩაკეცილი ჩავაკარეს, ეგით ფრეწის ხმა ისმისო, ისეთი თარგმანი აქვს. საოცარი თარგმანი, მაგრამ თვითონ ამ ვეფხისტყაოსანს აქვს საოცარი შესავალი, რაც აი დღეს მე მგონი ყველამ უნდა წაიკითხოს, რომ თვითონ ეუბნება ევროპელ მკითხველს, რომ ესო ისე კი არ გაიგოთო, რომ როგორც აი განაპირა მხარეს რეგიონშიო რაღაც შედევრია დაწერილიო. აქ აი უყურებს ფეოდალურ სისტემას, რომელიც არის იმ დროს საქართველოში და აი ამ ფეოდალიზმი აქ იმ წვერვალს აღწევს, რომელიც იმ დროს არის მხოლოდ დასავლეთ ევროპაში. ეს აქ არც ბიზანტიაშია, არც სომხეთშია, არც რუსეთშია და
ასევე ადარებს სოციალური თქვათ ინსტიტუციების ტერმინებს ამას ყველაფერს და საკარო ლიტერატურას და პირდაპირ ამ ვეფხისტყაოსნის ტექსტით საბოლოო დასკვნა არის რომ ეს არის ეროვნული თქვათ აი ამ გონის ნაყოფი რომელიც აი მხოლოდ ამ შენი გონით სისხლით სულით შეიძლება შესრულდეს ამიტომ ეგ ყველანაირ აღმოსავლურ გავლენას გამორიცხავს და ის თქვათ და ევროპელ მკითხველს ეუბნება რომ ყურადღება მიაქციეთო რომ ჯობიაო მინიზინგერებს და ტრუბადურებს უფრო შეადაროთო ვიდრე არაბულ და სპარსულ გავლენებსო და ის აღმოსავლური რაც ზედაპირულია ის არის ის საერთო რომელიც იმ ძველი ცივილიზაციებიდან თქვათ იმ ბიბლიიდან და ბერძენი ფილოსოფოსებიდან საერთო გახდა აღმოსავლური და დასავლური სამყარო ფაქტურად ქართული ჩვენს თქვათ ევროპულ მომავალს პირველი დასტური ამისი არის ვეფხისტყაოსანი აი ამ მიხაკო წერეთლის თარგმანის მიხედვით ეს ახლა იმ ჩვენ ეს გამოცემული გვაქვს და ყველა შეუძლია იხილოს მე მგონი ელექტრონული ვერსიაზე თუ არა და ამის შეძენა შეიძლება თუ შეიძლება ეს ელექტრონული ვერსია ახსენეთ და მე საშუალება თუ არის ლინკს დავდებ კომენტარებში რომ დიახ გამოგიგზავნით და იცით აი მგონი დევს მთლიანი ყოველ შემთხვევაში მე მოგაწოდებთ და ჩვენმა მსმენელმაც რო ნახოს აი პირდაპირ აქ არის ისეთი კვლევა რომ ეს მე მგონი ყველა ქართველმა რომელსაც უნდა დამოუკიდებლობა და ევროინტეგრაცია და ჩვენი ნათელი მომავალი ეს ყველამ უნდა წაიკითხოს და იცოდეს აი საოცარი ტექსტია გარდა იმისა რომ თქვათ ეხა ის იქ იცავს რუსთველის ენას გერმანულში სიბრძნეს სიცრუისას თარგმანიც აქვს მთისიბრძნეს სიცრუისაც თარგმნა და აი ფაქტურად მისი ყველა სიტყვა არის აი რა ვიცი დღეს ძალიან გამოადგებოდა ჩვენს ქვეყანას აი მართლა მიზანშია აი დასმული ყველა სიტყვა საოცარი ტექსტებია იგივე ის 150 იგავი თუ 152 რომელიც შედის სიბრძნეს სიცრუისას თარგმანში ყველა იგავის კვლევა არის მისი და ზურაბ ავალიშვილის თქვათ რა გავლენებით მოხდა ის თქვათ საქართველოში და საიდან მოხდა და რა გზა გაიარა და როგორ გახდა თქვათ ჩვენი ლიტერატურის ნაწილი. ესეთი კვლევა სიბრძნეს სიცრუისასი მე მგონი არც არსებობს და ესეც გამოცემული გვაქვს. და ეს სხვათა შორის არჩილმეტრეველის სტამბაში დაიბეჭდა ძალიან ძნელად მივაგენით 1932 წელს დაიბეჭდა სიბრძნეს სიცრუისა და სათაური სიბრძნეს სიცრუისა ეს ალბათ სიახლე იქნება ეხლა მე თუ ვიტყვი ეკუთვნის მიხაკო წერეთელს იცოდით? სიბრძნისა და სიბრძნე და სიცრუე ასე თარგმნიდა ყველა მაგრამ იმდენად თვითონ აი კეთილსინდისიერია რომ ამბობს რომ ალექსანდრე ცაგარელმაო როდესაც თარგმნიდაო რუსულათო ეს ვარაუდიო ქონდაო ესე ხო არ არისო მაგრამ საბოლოოდ მაინც თარგმნა როგორც წიგნის სიბრძნისა და სიცრუისაო და ანუ მისია მაგრამ მაინც ალექსანდრე ცაგარელსაც უთითებს აი ამის თქმა მინდა და ეს არის აი ამ ზღაპრის აი ამ იგავის სიბრძნე ხა დიდი აი თქვა ამ მონათხრობის სიცრუეში რამხელა სიბრძნეს კვლევაშიც წერია შესავალში. არა პირდაპირ ისეთი სათაურია რომ თავიდანვე ყველაფერს გიხსნის და მე ნამდვილად არ ვიცოდი რომ ეს მიხაკო წერეთლის არის. კი, გილგამეშიანიც მისი სათაურია, აი მან უკვე ყველაფერი ნათქვამია, რომ აქ არის მთელი ციკლი გილგამეშის შესახებ. ნუ ქართული იძლევა და დავითიანი, ვისრამიანი, თამარიანი რაც არის დაახლოებით აი ამ ტიპის ეს არის მთელი ძველაღმოსავლური ლიტერატურის, თქვათ, ხორცშესხმა ერთი იდეის, სიკვდილსიცოცხლის იდეის გარშემო და ამიტომ აქ შედის ბევრი სხვა ტექსტიც. შედის წარღვნის მითის შუმერული და აქადური ვერსიები, შედის კაცის შესაქმე, შედის 5 შუმერული სიმღერიდან გილგამეშიდან 3 და არა ერთი სხვა მითოლოგიური ტექსტიც და ამიტომ უკვე არის ციკლი გილგამეშის შესახებ და ეს არის ზუსტად გილგამეშიანი, რაც მხოლოდ ქართულად ქვია და თქვა არა სხვა თანამედროვე ენებზე და ეკუთვნის მიხაკო წერეთელს. რომელმა გამომცემლობამ გამოსცა ეს ვეფხისტყაოსანი? ჩვენ მხოლოდ უნივერსიტეტის გამომცემლობას აქვს ავტორო უფლება, რადგან მას მემკვიდრე არ დარჩენია. პირდაპირ მემკვიდრე, თუმცა ჩვენ კავშირი გვაქვს გიორგი წერეთლის ოჯახთანაც, მაგრამ 60 წელი არ არის, 65 წელს გარდაიცვალა, ნუ ეხა უკვე გადის 60 წელი გარდაცვალებიდან და უკვე ალბათ ექნება ყველა მე მივესალმები, რომ რაც შეიძლება მეტმა გამომცემლობამ გამოსცეს, მაგრამ საავტორო უფლებით აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, იმიტომ
იმიტომ რომ ჩვენ ბეჭდავთ აქ Revue de Assyriologie ეგეთი ჟურნალი ფრანგულ ენაზე გამოდიოდა პარიზში 1891 თუ 82 წლიდან ასირიოლოგიური ყველაზე მაღალი რანგის სამეცნიერო ჟურნალი ერთადერთი ქართველია მიხა კოწერეთელი რომელიც შიგოდესმე დაბეჭდილა და ჩვენ აქედან ავიღეთ უფლება ამ ჟურნალიდანაც და ამიტომ არის მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა ჯერჯერობით იმიტომ რომ ბევრი უფლებებია მან სხვადასხვა ჟურნალებიდან რომელსაც ჩვენ უშვებთ ურარტოლოგიური ძიებები გამოვეცით ეს ურარტოლოგია იყო ძირითადად ალბათ ყველაზე მთავარი მიზეზი იმისა, რატომაც იყო მისი სახელი აკრძალული და არის მსოფლიო მნიშვნელობის ურარტოლოგი, აქ ნაკლებად იცნობენ ამ კუთხით. ეს ცოტა რომ დაწვრილებით აგვიხსნათ. ურარტოლოგია რატო ვერ აიტანა წითელმა ხელისუფლებამ? აი რა არის ეს? იმიტომ რომ შენს ისტორიას და შენს გეოპოლიტიკას უკავშირდება და იცით რა მე ჩვენ გვყავს ასევე ძალიან დიდი მეცნიერები აი ამასაც ვიტყვი რომლებიც საბჭოთა პერიოდში აქ მოღვაწეობდნენ და მიხა კოწერეთლის მითითებაც არ შეიძლებოდა და ეხა ფუძემდებელი რომელმაც გაშიფრა იქ ეს ითვლება ურარტოლოგიის მამად ჯერ ვიტყვი რა გააკეთა და მე ვიტყვი რატომ აიგრძალა იმიტომ რომ იქ შულცი კითხულობდა ეს არის კელიშინის სტელა ეს ბილინგვური ტექსტი ასურულ ურარტული და ფაქტურად გოეთსე ყველაზე დიდი ურარტოლოგი იმ პერიოდის ამბობდა რომ საერთოდ ვერ განვითარდებოდა ურარტოლოგია რო არ ყოფილიყო წერეთელი ეს არის უდიდესი მსოფლიო მნიშვნელობის ურარტოლოგი და სხვა სტილით თარგმნა, ანუ დააჯგუფა წინადადებებად, ამას ვხედავთ იქ ეს ჩანს და რაღაცა სხვა გასაღები მოუნახა. ყოველ შემთხვევაში ეს ურარტული ტექსტები, რაც არსებობს, უმეტესი ნაწილი ჩვენ ეს გამოქვეყნებული გვაქვს, ეს დევს უნივერსიტეტის გამომცემლობის ელექტრონული ვერსიაც საიტზე. გამოვაქვეყნეთ. მან იპოვა ურარტულ ენაში ერგატიული კონსტრუქცია. ანუ მიაგნო, რომ ეს არის ერგატიული კონსტრუქციის ენა, ისე როგორც ქართული და ქართველური ენები. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო და ეხლა ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტმა 1928 წელს გამოსცა ახალი ქალდეური წარწერები ამ სათაურით. ეს ჩვენ მოვიპოვეთ, აი არ ვიცი, ჩვენ ამაში არანაირი დაფინანსება არ გქონია და არაფერი, აი ნაცნობობით ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის აქ თამას გამყრელიძეს მისი სახელით, თქვათ სხვადასხვა უნივერსიტეტების მეცნიერები არქივებიდან გვაწვდიდნენ ამ ნაშრომებს და გამოვეცით ეს ურარტოლოგიური ძიებანი. ეხლა დიდი ურარტოლოგები მე არ მინდა რაღაც ზედმეტი ვთქვა მაინც რომ აქაც იყვნენ დიდი ურარტოლოგები რუსეთშიც აქაც და იცით რა როცა ამის მითითება არ შეიძლება ხსენება არ შეიძლება უკვე რაღაც დისკომფორტს ქმნიდა და თან უკავშირდებოდა შენი ქვეყნის უძველეს ისტორიას ვინ ხარ რა ხარ შენ გეოპოლიტიკის ისტორიას და ნუ რა გასაკვირია ხეს რო არ დომებოდათ და თვითონ მიხა კოწერეთელი ძალიან აი ეს არის ჩემთვის მისაბაძი ესეც შეუძლია ყველა ჩვენმა მსმენელმა ნახოს იმიტომ რომ მე რო არ ვთქვა შეიძლება რომ თვითონ მიხვდეს ვინმე რამეს იმიტომ რომ არის იქ რაღაცა დელიკატური მომენტები თვითონ მოიხსენიებს უდიდესი პატივით ყველა მეცნიერს ვინც მართლა მეცნიერია მაშინ საბჭოთა პერიოდში რომ აი მე თვითონაც როდესაც ვთქვათ ამ გამოცემების დროს მისი პირადი წერილები მაქვს წაკითხული და აი ვთქვათ ვიცი მისი დამოკიდებულება სხვადასხვა მეცნიერების მიმართ პირადი დამოკიდებულება რომლებიც კარგად იყო მაშინ საბჭოთა ხელისუფლებასთან ხო ის როგორ იხსენიებს მათ პატივ ისინი მართლა მეცნიერები არიან და როგორ პატივს ცემს და ამას პირდაპირ ამბობს და გიორგი წერეთელს არანაირად არ აკნინებს, იმიტომ რომ იცის რომ ეს არა აქვს მნიშვნელობა ამ მეცნიერების ეროვნებას. ყოველ შემთხვევაში ვინც მის საქმეს აგრძელებს საბჭოთა კავშირშიც და საქართველოშიც და იცით რა თვითონ ის წერს გიორგი წერეთელს რომ ნუ დარდობ ჩემზე მე ამას ვაქვეყნებ ევროპაში და ეს არ დაიკარგება ანუ არ დაუპირისპირდე არავის ამას აფრთხილებს და ნუ მისთვის თავარი საქმე ყოფილი ობიექტურად აფასებს სიტუაციას ობიექტურად აფასებს და ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო იმიტომ რომ ხა მე მასზე იმდენი გვაქვს ჩვენ ნამუშევარი ასე მგონია რომ ვიცნობ და საერთოდ ფიცხი და აი აბსოლუტურად გაუტეხალი ხასიათი აი შეურიგებელი მტერი და აი ამ შემთხვევაში ვინც მართლა ცოდნას ტოვებს
აი ყველას ძალიან ისეთ მოწყალებით ეპყრობა. აი ეს კარლო ინასარიძის ინტერვიუა მასთან ჩაწერილი და აი ძალიან საინტერესოა. რამდენიმე სიტყვით ვიტყვი ამ ისე მიხაკო წერეთელზე დაიბადა 1878 წელს ცხრუკვეთში ჭიათურის რაიონის სოფელ საწერეთელოში ცხრუკვეთში და იყო მისი მამის ხაზით იყო სოლომონ პირველის კარის მოძღვარი მამის წინაპარი და დედა იყო იმერეთის ბაგრატიონების შთამომავალი. კი ბატონო, ფონს წერს ყველგანზე. იქ ევროპაში რო აქვეყნებ და ყველგან ფონ უწერია და. ხო, ანუ როგორც პრინციპი ხიანობის წერილიც იქ გამოაქვეყნა გერმანიაში, ასე რომ იცის ეს. იყო ანარქისტი, იყო ვარლამ ჩერქეიშვილის მეგობარი და თანამოაზრე. ახალგაზრდობიდან რომ ჩაირიცხა უმაღლესში, უკრაინაში, მაშინდელი კიევში. მეორე წელს გამორიცხეს რევოლუციური საქმიანობისათვის. ხო, ესეთი კაცი იყო ხო და ცდილობდა რომ საქართველოს თქვათ აი ამ კოლონიური მდგომარეობა გაეცნო ევროპის მოწინავე საზოგადოებისთვის და ვარლამ ჩერქეიშვილთან ერთად ამ ბევრი რამე აქვს ამ მიმართულებით გაკეთებული. მერე როცა დაიწყო რუსეთიდანაც გაძევებული იყო 900 წელსში 5 წელი არის დაჭერილი იყო შემდეგ კი ბატონო. იქაც დაჭერილი იყო, ნუ ანარქიზმი ძალიან ისეთი რთული ის არის, რა ვქო, ახლა იმაზე არ შეუდგები საუბარს ანარქიზმზე, მაგრამ ვარლამ ჩერქეიშვილზე ქონდა ჩვენ აქ გადაცემა დიდო შველიძე მისაუბრა ვარლამ ჩერქეიშვილზე. ხო და ეს საინტერესო მომენტია, რომ ჩერქეიშვილიცა და ეს კახელი თავადი და იმერელი თავადი სხვა ანარქისტებში მაგ მომენტს რაც ახლა თითქმის მინდა ვერ ნახავ ერთ-ერთი წუთით და ერთ-ერთი გრამით ორივენი იყვნენ თანამედროვე დროს თავისი ერის პატრიოტები და ცდილობდნენ რომ ეს მოეპოვებინათ საქართველოსთვის, აი გაეცნოთ საქართველოს მდგომარეობა და ზრუნავდნენ საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვებაზე და ბევრი რამეც აქვს ამას ორივეს გაკეთებული. მაგ ხრივაც გამორჩეულები იყვნენ ეს ორი თავადი იყო. მე ესეთ რამეს გთავაზობთ ის პატარა ჩანახატი გიორგი წერეთელზე მე და ძმიშვილი იყო მისი გიორგი წერეთელი აკადემიკოსი მისი დაარსებულია აღმოსავლეთ ცოდნების ინსტიტუტი და მის სახელობის არის მისი მეორე ძმიშვილი გიორგის და თიკო წერეთელი იყო ცნობილი იურისტი და მისი სახელობის არის სამართლის ინსტიტუტი სამართლის ეკონომიკის ახლა არ ვიცი არსებობს თუ არა კიდე ეგ ინსტიტუტი ასე რომ ისეთი ოჯახია ესა რომ ეხა იცით რა და თო აი წარმოუდგენელი ნიჭის აი მაგაზე რა მოხდა რა მიწაიყო ამ ცხრუკვეთში ასე და ეხა მიხაკო წერეთლის ნაშრომ ეხა გუშინ უსმენდი მე ვეფხისტყაოსნის იქ კვლევებს აი წარმოუდგენელი ნიჭზეა ლაპარაკი ხა ურარტული ტექსტები გაშიფრა ენა იტყვის ამას და გილგამეშიანი თარგმნა დედნიდან ხა დედნიდან თარგმნა ნიშნავს ავტოგრაფიის დედადგენას შემდეგ თავისი ტრანსლიტერაციის შედგენას შემდეგ ამის გლოსირებას გადმოტანას აი აქ ეხა სერიოზული ეტაპებია ლურსმული ტექსტიდან თარგმნა ეს არ არის სხვა ენიდან გარიენა და იმის აღდგენა და სათანადოდ გადმოტანა მისია ყველაფერი და ამიტომ იქნება საერთაშორისო უნდა დავამატოთ თქვენ ახსენეთ რომ წარმოუდგენელი ნიჭიაო და რა არის იცით ახლა რაც ჩამოთვალეთ დამატებული პოლიტიკური მოღვაწეობა დამატებული ესეთი ბობოქარი ცხოვრება უზარმაზარი შრომის მოყვარეობა და ენერგია ჩანს ამაში, იმიტომ რომ ეს არ შეიძლება გააკეთოს, აი წამს უკარგავს ისეთ ადამიანები ვერ მოახერხებს ამას ყველაფერს. აი იცით რა ხო გასაგებია ეს იმდეხელა ის ქონდა თვითონ ეს შინაგანი რაღაცა რა ვთქვა, იცი ხა შრომის მოყვარეობა თავისთავადად ისე მოგრძალებით ამბობს აი და მეცნიერებაზეც რომ თვითონ აი ესეთი ის აქ რომ მე აი ძალიან თავმდაბალია იმ ინტერვიუშიც ეს ჩანს და ეხა რაც შეეხება მის პოლიტიკურ მოღვაწეობას, აი ეს არის აი მართლა სხვა მუხტის და თავ გადადებული, რასაც ქვია, აი დღეს რა ვიცი, როგორ ჭირდება ჩვენს ქვეყანას ესეთი ხალხი, არ ვიცი, იმიტომ რომ აი მართლა რომ გაწირა თავი, შვილი, ოჯახი, იმიტომ რომ როდესაც წავიდა 21 წელს
ხო, ის ნამდვილად არ იცოდა ალბათ, რომ სამუდამოდ წავიდა, წაიყვანა შვილი, აი ზუსტად არ ვიცით, ის ოთარ წერეთელი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ 14 წლის იყო, არქივში ვნახეთ, მისი დაბადების თარიღი არის 1902 წელი, შვილის. ის იყო რევაზ ვახვახიშვილის სიძე, რომელიც ახლა მოგეხსენება ვახვახიშვილის ქალი იყო. ვახვახიშვილის ქალი იყო, ძალიან პატრიოტები, ვახვახიშვილები, ყველანაირ, თქვათ, ქართულ საქმეს, ძალიან მდიდარი თავადები იყვნენ და ყველანაირ ქართულ საქმეს, აი ყველა პეტიციაზე მაშინდელზეც ის თვითონ ეს მისი ცოლის ძმების მამამთილი ყველა ხელს აწერენ და ესეთი ოჯახი, ეს ყველაფერი დატოვა და უკიდურეს გაჭირვებაშია იქ. წაიყვანა შვილი, რომელიც იცით რომ სამამულო ომში დაიღუპა. ყველაფერი შესწირა ფაქტიურად. კამში დაიწყო, როგორც ამბობენ, არის პოლონეთის ბრძოლებში 1944 წელს დაიყო სულ მარტოა იქ. სულ მარტოა და აი რაღაც თავიდან მისი ოჯახის წევრებთანაც რომ ქონდა ლაპარაკი, ეს ცოლი ეხმარება, აქედან უგზავნიდა პირველი წლები რაღაცას და შემდეგ იქ პაპავებს თხოვს რომ თამბაქო გამომიგზავნეთ და მიქ ვორდროპები 5 ფუნტს ჩაუდებენ, როდესაც ვეფხისტყაოსნის ვერსიას აი უკიდურეს გაჭირვებაშია რაღაც პერიოდები. იქ გერმანიის მთავრობასაც აი თქვით ეს თავისი თავადური წარმოშობა მიწერა მაშინ და სტიპენდიის დანიშვნას თხოვს. ძალიან კარგი ნაშრომი გამოსცა ილიას უნივერსიტეტმა ქართველთა კულტურული კვალი გერმანიაში ამის ელექტრონული ვერსიაც დევს და იქ არის ძალიან საინტერესო ცნობები მიხაკო წერეთელზე 1940 წლამდე. 1940 წლამდე და იქ აი რა მდგომარეობაშია, აი ვიცი ძალიან კარგად ჩანს და შემდეგ უკვე, როდესაც დამარცხდა ეს ფაშისტური გერმანია, ის გადადის უკვე მიუნხენში და აგრძელებს პროფესორია მიუნხენის უნივერსიტეტის უკვე სიცოცხლის ბოლომდე და იქ დაასრულა უკვე ვეფხისტყაოსანზეც მუშაობა. და ყველაფერი რა ვიცი, ხა საქართველოსთვის რაც მაგას მათ აქვთ გაკეთებული ჯერ ის დამოუკიდებლობა, რომლითაც დღეს ვამაყობთ, არის ლომის წილიც არა, ფაქტიურად მათი დალაგებულია ის საქმე გერმანიის მთავრობასთან. საქმე რაშია, რომ ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი, რომ როდესაც დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, პირველ მსოფლიო ომში იყო ორი დიდი ბლოკი. ერთის მხრივ ანტანტა, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და საფრანგეთი და მეორეს მხრივ გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, იტალია იყო და მეორე ის გამოეთიშა იმას ამ ბლოკს, თურქეთი და აი მაგ ვითარებაში გადაწყვიტეს რომ ინგლისს ვერ დაელაპარაკებოდნენ, იმიტომ რომ ინგლისი რუსეთს მოკავშირე იყო და ხა ინგლისი რო უთხრა რომ და დამეხმარე მე რომ რუსეთს გამოვეყო თავიდანვე ეს იყო წაგებული თამაში იქნებოდა. ამიტომ იმართეს რუსეთთან დაპირისპირებულ ქვეყანას გერმანიის იმპერიას. და იქ მათ სახელიც ჰქონდათ, გავლენაც ჰქონდათ, პატივსაც სცემდნენ, არა მარტო მიხაკო სხვებიც იყვნენ იქა და მნიშვნელოვანწილად განაპირობეს რომ გერმანიას ეღიარებინა საქართველოს დამოუკიდებლობა და საინტერესოა იქ მაშინ ერთ-ერთი იმაში ვილაპარაკე მე რომ როდესაც გერმანიამ სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და მიმართეს რუსეთს პრესტიჟს ავიძროს რომ რუსეთსაც ესნო საქართველოს დამოუკიდებლობა რუსეთმა ასეთი ფორმულირება ასე დაწერა რომ რუსეთი არ არის წინააღმდეგი რომ გერმანიამ სცნოს საქართველოს დამოუკიდებლობა. რუსული დიპლომატია. ნაცნობ რამდენადაც ვიცი მარტში და შემდეგ შემოვიდა, იქ იყო ამას წინათ ვნახეთ ეგ საბუთი, რომ რუსეთიც მაშინ არ იყო თითქოს წინააღმდეგი და შემდეგ რაც მოხდა ვიცით ყველამ, ასე რომ მაინც ნდობა არ შეიძლება. ესეთ რამეს დავაძოთ, პატარა ჩანახატი გვაქვს ჩვენ სულ სამწუთიანი, იმას მოусმინოთ ერთად განწყობისთვის და მე გავაგზავნოთ. კი ბატონო, ეს არის კითხულობს ვინ და რას კითხულობს ნინო თუ შეიძლება რომ ეს ეს გილგამეშიანი ეს დიდი მადლობა მინდა ახლა გადავუხადო პირველად ჩაწერა პირველი არხის რადიომ ქალბატონმა ლილიჭანიშვილმა ვაგნერის ბრწყინვალე მცოდნე იყო ასევე წერეთელი და ვაგნერის უვერტიურაზეა გილგამეშიანი და ნაწყვეტები ჩაწერილი კითხულობს მსახიობი ერთ-ერთი მეც მუშაობდა მაშინ რადიოში სახელი მე სამწუხაროდ არ ვიცი მადლობა ლილის სტუდენტობიდან კარგი გილგამეშიანი კარი პირველი იგი იყო რომელმან ყოველი იხილა ქვეყნის საზღვრამდე განიცადა ყოველი ისწავლა ყოველი ერთბამად განსჯვრიდა ყოველი საიდუმლო
სარქველი სიბრძნისა, რომელი ყოველსა დაჰფარავს. დამარხული იხილა, დაფარული ცხად ხომან, წარღვნის წინა ამბავი მოიტანა. წარვიდა შორს, შრომითა და ზრუნვითა და დასწერა დაფაზე ერთობ განსაცდელი. გილგამეშიანი, კარი პირველი. მან აღაშენა კედელნი გალავნიან ურუქისა. წმინდა ეანასი, წმინდა ტაძრისა, დასდვა საფუძველი, მტკიცებით რვალი. აღაშენა ზღუდენი, რომელთ მებრძოლნი არასტოვებენ. 2/3 ღმერთი იყო იგი, 1/3 კაცი. ცის ღმერთთა უთხრეს ურუქის ბატონს. შენ შეჰქმენ ხარი ძლიერი, გმირი გილგამეშ. მას ტოლი არ ჰყავს მთელს ქვეყანაზე. იგი მწყემსია გალავნიან ურუქისა. იგი მწყემსია და მცველი ერისა. ძლიერი და მორჭმული, მეცნიერი სიბრძნისა. გილგამეშიანი, კარი მე-12. გილგამეშს სურს სულიმაინც იხილოს თვისის მეგობრის ენკიდუსი და შეიტყოს მისგან საიქიოს ამბები. ერთი ღმერთი ასწავლის, როგორ უნდა მოიქცეს. გილგამეშ ისმინე რაც გითხრა. თუ ქვესკნელს გინდა შთახვიდე. ირკალას წმინდა ადგილს მიაღწიო. არ ჩაიცვა წმინდა პერანგი. კარგი ნელსაცხებელი არ იცხო. სანელსაცხებლიდან თვარა მისუნზედ კვდრები შემოგეხვევიან. არ დასდვა შვილდი მიწაზე, თვარა მკვდრები შვილდით მოჰკლავენ. ცოლს, რომელი გიყვარს არ აკოცო. ცოლს, რომელი გძულს არ ცემო. შვილს, რომელი გიყვარს არ აკოცო. შვილს, რომელი გძულს არ სემო. თვარა კვნესა ქვესკნელისა შეგიპყრობს. დიდი მადლობა. ის ფოტო, რომელიც იყო ცალკე პორტრეტი, არის მისი ვაჟი ოთარ წერეთელი და ის სახლი არის ცხვრკვეთში გადავიღეთ, სადაც დაიბადა ის. კარგია რომ თქვენ თვითონ თქვით. ნინო, რამდენიმე ფოტო გვაქვს. აი ამას წიგნებთან გიგამეზე უკვე ვილაპარაკეთ და ვეფხის ყაოსანზე და სხვებზე 2-3 სიტყვა გითხარით. აი მაგალითად ეს გილგამეშზე მინდა დავამატო, რომ ეს არის ყველა ქართველმა უნდა იამაყოს, რომ ლიტერატურის პირველი ძეგლი დედნიდან, როდესაც არსებობდა მხოლოდ გერმანული თარგმანი, ფრანგული ნაწილობრივ, ბოლომდე არ იყო დორმის თარგმანი. და ინგლისური, ქართული არის ამ პირველ სამეულში, თანამედროვე ენებზე ეპოსის მთარგმნელებში არის ქართული თარგმანი. ეს არის ერთადერთი ქართული თარგმანი, რომელიც სოფლიოს სამეულში. ეს არის ძალიან დიდი ჩვენთვის საამაყო. რუსულ თარგმანს უსწრებს 40 წლით. დიაკონომა შეასრულა 1963 წელს, თუმცა ისიც ძალიან დიდი ასირიოლოგია, იყო თამაზ გამყრელიძის მასწავლებელი, ხა ნამდვილად ვერ ვიტყვი, თუმცა ქართული ჩვენი თარგმანი ამას უსწრებს 40 წლით და ეს არის ძალიან საამაყო, ეს გილგამეშის ეპოსი, რა ვიცი. და გვიდევს მუდმივ მოქმედ გამოფენაში უნივერსიტეტის მუზეუმში, არ ვიცი, ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით და მინდა რომ ყველა ქართველმა იცოდეს. თუმცა მე არის კიდე სხვა თარგმანებიც გილგამეშის ეპოსზე, დიდი ტრადიცია გვაქვს მოკლედ ამის. ეხლა წიგნებზე ვეფხის ტყაოსანი გამოვეცით, სიბრძნე სიცრუისა აქვს ნათარგმნი, გერმანულად გამოვეცით. ასევე აღმოჩნდა მისი არქივი 2014 წელს, მივედით, ნახეთ რაც იყო და იქიდან გამოიცა მხოლოდ ქართული ენის გრამატიკა ფრანგულად და ესეც დაწერილი ქონდა, ესეც გამოვეცით. ეს არის ურარტოლოგიური ძიებანი, რომელიც არის ყველა არის ფოტოფირული გამოცემა, იმიტომ რომ რაც ჩვენ მოვიპოვეთ, ის დაწმინდეს იქ სტამბაში და ეხლა გვინდა რომ პირდაპირ უკვე აკრეფილიც გვაქვს ვეფხის ტყაოსანი თავიდან გამოვცეთ. და აი რაც მე ვთვლი რომ ყველაზე მეტი რაც კი გამიკეთებია, ეს არის მისი ბიბლიოგრაფია, რომელიც გამოვეცით.
იმიტომ რომ მან თავისი არქივი, იმიტომ რომ ეხლა მოგეხსენებათ, ფლობდა 4 ძველაღმოსავლურ ენას, ლურსმულ დამწერლობებს და იქ ნაშრომებს წერს ევროპაში 4 ევროპულ ენაზე, ეს არის გერმანული, ფრანგული, ინგლისური, იტალიური. ეს აქ აკრძალულია საბჭოთა კავშირში, მისი ხსენებაც კი თუ ახსენებდი, უნდა გეხსენებინა უარყოფით კონტექსტში. ამაზე გავჩერდეთ ახლა რომელიც არის, ეს არის ბიბლიოგრაფია. მან თავისი არქივი დაუტოვა ნინო და ანდერძით. ნინო და კალისტრატე სალიებს და მათ შეადგინეს კალისტრატე სალიამ შეადგინა მისი ბიბლიოგრაფია, მისი ნაშრომების, რომლებიც არის მხოლოდ 3 გვერდი. აი, არ ვიცი, ეს გავაკეთეთ, ბატონი ჯემალ შარაშენიძე გარდაიცვალა პანდემიის დროს, აი, მე მინდა რომ აქედან კიდე მადლობა გადაუხატო მას, ერთად გავაკეთეთ, შევადგინეთ მისი ნაშრომების სრული ბიბლიოგრაფია, რომელიც არის 150 გვერდი, აი ეს წიგნი. და გამოვაქვეყნეთ, იცით, აი ფიქრობდით, მან დაწყობილიც არის ეს, რომ 10 ტომეული საქართველოს დაუტოვოთ, აქ იქ შევა ვთქვათ, ფილოლოგია, თარგმანები, ასირიოლოგია, სოციოლოგია, პოლიტიკური მოღვაწეობა. ეს მისი ნაშრომები სულ მცირე ეწყობა 10 ტომად, მაგრამ აქ იმდენ პრობლემასთან არის დაკავშირებული დაფინანსებასთან. მე კიდე ბევრი ტაბუადებს ჯერ კიდევ და ამიტომ ეს ბიბლიოგრაფია საერთოდ რო არ დაკარგულიყო მისი საქმე ქვეყნისთვის, ესეც ელექტრონული ვერსიაც ერთხოვეთ უნივერსიტეტის გამომცემლობას არის განთავსებული. ვისაც რა დაჭირდება, ანუ 150 გვერდიანი ბიბლიოგრაფია დავდეთ მიხაკო წერეთლისა. სულ გვერდები გვაქვს მითითებული არქივებში და რომელ თაროზე რა დევს, სად და რომელ გვერდზე. ამის მე მგონი ეს მართლა რაღაცა ვთვლი რომ მართლა საქმე გავაკეთეთ და დანარჩენი ნახოთ რაც იქნება. იმედია გამოვცემთ იმ 10 ტომეულსაც. აი, ნამდვილად დიდი საქმეა და ის გამოცემა ტომეულის საოცრება იქნება, ну, რაღაცნაირად უნდა აი, ჩვენ რაც გითხარით, გამოცემები, ხო, ეს არის მთლიანად ჩვენი უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარჯით. აი, რა დაფინანსებაში გვქონდეს ფაკულტეტს, აი, აღებული აქვს თავზე. ჩვენ ამაში ერთი თეთრი ვერ მოვიპოვეთ ჯერ დაფინანსება. ყველაფერი არის გამოცემული, ჩვენ უფასოდ მუშაობთ, სულ ყველა რაზეა ლაპარაკი, უბრალოდ იქ რაღაცა იმის იქეთი, რომ უნდა აიკრიფოს, იქ ხა პროფესიონალი სპეციალისტები გვინდა უკვე ევროპული ენების, აქ ხარჯების გარეშე რაღაც ის იქეთ, ფოტოფირული გამოცემები გავაკეთეთ კი ფაკულტეტმა გააკეთა და ის ფუნდამენტურად, მაინც უფასოდ ეს უფულოდ არ გამოდის და ნახოთ იმედია რამე იქნება. მომავალში, ყოველ შემთხვევაში ეს გვაქვს დალაგებული და ვიცით სად რა გვაქვს, ეს რაც მთავარია და კიდე ბევრი რამე აღმოჩნდება, მაგრამ თვითონაც ეხა რაც ის ფუნდამენტური, ეს ურარტოლოგიური ძიებები არის, არ ვიცი, საეტაპო. ფრისტყაუსნის გერმანულად თარგმნელია, ეს გააცნო ევროპას, სიბზნესიც რუისა. აქვს ასევე მეფეთა წიგნი ნათარგმნი, ეს ძალიან ბევრი აქვს, კიდე ეს ყველაფერი ბიბლიოგრაფიაში ჩვენ გვაქვს და ნახოთ მე ალბათ ვიცით ღმერთი გადმოხედავს როგორც არის. კიდე ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო მისი ბიოგრაფიიდან. მეორე მსოფლიო ომის დროს იქ ეს ქართველი ემიგრანტებთან ერთად მიდიოდა, ჰქონდა ამის საშუალებასა და უფლებაც საკონცენტრაციო ბანაკში და იქიდან გამოყავდათ ქართველები. ცნობილია რომ 30-35,000 ქართველი გამოიხსნეს იქიდან ბანაკებიდან და ნუ ხა მე ზოგი ვთქვათ საბჭოთა ბანაკებში მოხვდნენ იქიდან დაბრუნებულები და აქ დაიღუპენ, მაგრამ ნუ იქ გადაარჩინა კიდევ მორებ 100-ობით ნამდვილად, 1000-ობით არა. და როგორ აკეთებდა იცით დათო მაგას? თვითონ როგორც ნდობით აღჭურვილი აღმოსავლეთ მცოდნე, ძალიან დიდი პროფესორი, ეს იყო ბერლინის, ბრიუსელის, მიუნხენის უნივერსიტეტების პროფესორი და იყო ნამდვილი პროფესორი და იყო მართლა სპეციალისტი. ის აკეთებდა ცნობას, რომ ესენი იყვნენ არასემიტები, არამედ მოსეს ჯულის ებრაელები, აძლევდა ცნობას, თქვათ, რომ იუდეველო, ანუ უცვლიდა იქ, ანუ აცაბუთებდა მეცნიერულად, რომ ეს არის მოსეს ჯულის ხალხი და არა ის ებრაელები, რომელსაც თქვენ დევნით. და ამაში ეხმარებოდა ძალიან სპირიდონ კედია. 1000-ობით, არა მარტო ქართველი. სამხრეთ კავკასი, ვთქვათ, იქ არის სომხების ძალიან ბევრი ყავს გადარჩენილი 1000-ობით საკონცენტრაციო ბანაკები. ეს დანა ჯანელიძის ფილმი რომ არის იმაზე, კახი კავსაძეზე. დოკუმენტური ფილმია, კახი ლაპარაკობს იქა მამაზე და რო იქ ეს მამა გამოიყვანეს იქიდან ბანაკიდან და მე ეს მიდიოდა მამის და დათაშკა და
იქიდან თქვა სიმღერა ვინ იცით ეკითხებოდა და იქ ამბობს რომ იქ ქართველების ნუ სხვა ეროვნების რომელსაც ქართული იცოდნენ და აქ საქართველოსდან იყვნენ მოხვედრილი ჯარში და მე საკონსტიტუციო ბანაკში იმასაც გამოყავდა ესე რაღაცა ჯაჭვური რეაქცია იყო შალვა მაღლაკელიძეს გამოყავდა იქ კიდე და მოკლედ ხო ესენი აი რა ვიცი ძალიან დიდ საქმეს აკეთებ მართლა ათასობით ხო და ამას აკეთებდა აფორმებდა თვითონ იმიტომ რომ ეხა მიუნხენის უნივერსიტეტში იყო მანამდე ბელის ანუ გარკვეული თანამშრომლობა ქონდა იმ მთავრობასთან ეხა აი რაღაცაზე მეტი ნამდვილად არ ჩანს როდესაც თქვა ფაშისტები ხელისუფლებაში მოდიან იქ ნამდვილად არ ჩანს მისი თქვა რაღაცა ზედმე პროფესორობის გარდა ზედმეტი თქვა პოლიტიკური მოღვაწეობა მანამდე ჩანს იმიტომ რომ ის რაღაცნაირად ყველანაირად ცდილობს რომ ის მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დასაბრუნებლად იბრძვის მას სხვა იდეა არ ვიცი არც ქონია ამასთან დაკავშირებით და შემდეგ ამ თავის ცოდნას იყენებს იმისთვის მოსეს ჯულის ასე წერილში ასე წერია და აი ხა იქ ქალდეველობას უწერდა როგორც ჩანს რომ ესენი იყვნენ თქვა აი ეს შტო რომელსაც არანაირი კავშირი იმ ებრაელებთან არ ჰქონდათ და ამას აფორმებდა ამ თავისი ხალხშორის აღმოსავლეთ მცოდნებს სტალინიც წყალობდა რომ მათ გაუფრთხილდით მათ ასე ამბობდა აქაც საბჭოთა კავშირში რომ მათ ენები იციან და შეიძლება ესენი გამოგვადგებიან ამ მხრივ თქვა მეტი დავალებები ამ მეცნიერებს არ ქონიათ ეს მე ჩემი მასწავლებლებისგან ვიცი მხოლოდ ეს ამ კუთხით დაინტერესებდათ რომ მათ ენები იცოდნენ ძალიან კარგად ამიტომაც ძალიან ძლიერი სკოლა შექმნეს თავის დროს კურიოზულის გამახსენდა მე ბატონო ერთი კურიოზული ფაქტი გამახსენდა ენების ცოდნასთან და იმასთან დაკავშირებით სტალინთან დაკავშირებით აღმოსავლეთცოდნე ვარ მე განათლებით და იქ სამხედრო კათედრაზე ვიყავით ხოლმე აღმოსავლეთცოდნეები ბიჭები დასავლეთ ევროპის იმიდან ენების ფაკულტეტიდან და ეკონომიკის გეოგრაფიის იქ ეხა ჩვენი კათედრაა იმ ოთახში ასირიოლოგიის იქ ერთი პატარა ოთახი იყო სადაც იქ ჰქონდა ხოლმე ლექციები და ორნი იყო ერთი ხაბნერი იყო ებრაელი და მეორე კალინინი ხო და რაღაც 1-2 თვის მერე გამოგვიცხადეს რომ თქვენ უნდა იყოთო русულად ვიტყვი ახლა რომ we должны быть после окончания курса говорит политработниками пропагандистами глубоком тылу врага პოლიტმუშაკები უნდა იყოთ მტრის რმა ზურგშიო ჯაშუშებაც უნდათ რომ მოემზადებინეთ რა ეს რუსული ის იყო სამხედრო მილიტარისტული მიმართულება იცით რა ეხა იმ ამათ გიორგი წერეთელი მაგალითად მისი ოჯახის წევრი ძმის წული წარმოიდგინეთ იყო თქვათ აკადემიკოსი და მე ოჯახიდან ვიცი რომ ყურის უკან ედო საწამლავი გიორგი წერეთელს იმიტომ რომ აი რამე ზედმეტი რომ იქ მომხდარიყო ის მზად იყო რომ ასე გაატარა მან ეს წლები თან აკეთებდა ამ ხელა საქმეს ამ ხელა სკოლა შექმნა აღმოსავლეთცოდნეობის მისი მეუღლე მარიამ ვახვახიშვილი როდესაც მიხაკო წერეთელი ტოვებს სამშობლოს არ გაყვა იმიტომ რომ პედაგოგი იყო მას აქ თავისი საქმე ჰქონდა ეხლა მიხაკო იმდენად ხშირად დადიოდა წინა უკან ეტყობა არ ჩათვალა რომ ბოლოჯერ ხედავს მის ქმარს და არ გაყვა და აგრძელებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და შემდეგ მარიამ ვახვახიშვილი დააჯილდოვეს ლენინის ორდენით აი ესეთი რამეც ხდებოდა წარმოიდგინეთ მიხაკო წერეთლის ცოლი დააჯილდოვეს აქ ლენინის ორდენით და აი არ ვიცი ეხლა ეს და ყველა რაღაცნაირად იქცეოდნენ ვერ გეტყვით და გიორგი წერეთელსაც უწევდა მის თქმა მინდა რაღაც გარკვეული ურთიერთობა თავისი ოჯახის მტრებთან მაგრამ აი იმდენად ღირსეულად იქცეოდნენ რომ რა ვიცი მაინც სწორად იქცეოდნენ ალბათ რომ ეს ყველაფერი გადარჩენილიყო იმისთვის გიორგი წერეთელმა რატომღაც ჩვენი კურსი აიყვანა პირველ კურსზე როცა ვიყავით და მთელი წელი კვირაში ერთხელ შემოდიოდა და არ დამოიწყება რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო იყო მისი საუბრები ვისი გიორგი წერეთელი გახსოვთ? ჩვენი კურსი ერთი წელი ძალიან საინტერესოა და ძალიან ინფორმატიული და უნდა გითხრათ რომ მე მგონი ახალი თაობისთვის განსაკუთრებით იმიტომ რომ ეს ადამიანები უბრალოდ დღეს ისეთი სახელები ჩამოთვალეთ მარტო ეს ჩამონათვალი ქმნის რაღაცა აი იცით რა
აი მათი ყოველი სიტყვა, აი იგივე მიხაკო წერეთლის სიტყვა, ეხლა მე ამას იმიტომ რომ მინდა რომ ჩვენმა მსმენელმა იქნებ მოიძიოს და მოისმინონ წარმოთქმული ილიას დაკრძალვაზე. ეს არის მჭერმეტყველების ნიმუში და მათი ყველა სიტყვა პოლიტიკური. ნუ ეხლა რაც ხდება ამ თარგმანებში, ეს ჩვენ ვიცით და ეს მართლა საოცრება გილგამეშიანის თარგმანში ყოველი სიტყვა არის აი იმისეთ მიზანში, რომ აი თელ ტრადიციას, აი მთელი სიღრმისეულად, აი ყველაფრის აი ზუსტად, უზუსტესია აი ყველა ქართული სიტყვა, რომლითაც აქვს ნათარგმნი ეს ეპოსი და იგივე ხდება ვეფხისტყაოსანშიც, მაგრამ პოლიტიკაშიც. აი იმდენად, აი მისი სიტყვები, აი ნებისმიერი, როდესაც სწორედ ამიტომაც გაიმარჯვეს მათ იმ ეტაპზე, იმდენ ზუსტად ამბობდნენ ყველაფერს. როგორ ასაბუთებს ის ლოზანაში გამოსული მისი სიტყვა ცნობილი ერთა კონგრესზე, როდესაც ეს რუსეთის დანაშაულებები ჩამოთვალა და რუსეთის დელეგაციამ დატოვა მაშინ ეს კონგრესი. მან იმდენად ეს ავტოკეფალიის გაუქმებაზე, სამეფოს ყველაფერი ეს ისე ჩამოაყალიბა, ისე ამბობს, აი იმდენად ზუსტად და მე ასევე როგორ ასაბუთებს, თქვათ, რატო უნდა ჩვენი განვითარების მომავალზე, როგორც ლაპარაკობს, ხო, რომ გაგრძელდეს ჩვენი იძულებით შეწყვეტილი ისტორია, ხო, ამიტომ ჩვენი თქვათ, ეს ევროპა არის თავისუფლების იდეა მისთვის და თქვათ, ეს გულისხმობს საქართველოს ნამდვილ დამოუკიდებლობას, თქვათ, ეს დღეს რა ვიცი, მე მგონი ყველამ უნდა წაიკითხოს და აკაკი ჩხენკელიც, აი ესენი ხო ერთად იყვნენ, აი როგორ საჭირო დროს ამბობენ, ძალიან ლაპარაკობენ, ბევრს არ ლაპარაკობენ და ამბობენ აი ზუსტად ყველაფერს, აი მე არ ვიცი რა. და იგივე ევროპულ ღირებულებებსაც როგორ აწვდის მაშინ საზოგადოებას, რა არის თქვათ ევროპული გენის მთავარი მონაპოვარი მაშინ, ხო? ადამიანის უფლებები. ასევე ქართული გონის სისხლის, ხორცის ყველაფრით ასაბუთებს ვეფხისტყაოს, რას მიიღებ შენ და რას არ მიიღებ. ანუ არ ვიცი რა მათი აზროვნება სადმედის და ამიტომ თუ ამათ აი დღეს ჩვენ მაინც წავიკითხავთ, ვთქვათ, რას წერენ ისინი. იგივე აკაკი ჩხენკელი, ხო, საიდუმლო წერილი ცნობილი, რომელიც მან გაგზავნა უნივერსიტეტიდან მიღაკო წერეთელიც იქ იყო, გაუგზავნა მთავრობას. სამსიტყვიანი, გარისკეთ, 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 დამოუკიდებლობაზე. ეხლა არის დრო, ეხლა არის წუთი. აი რა ვიცი, აი რა ვთქვა, აღარ ვიცი, იმიტომ რომ მართლა ისევ მაგათი გონებით უნდა ვიხელმძღვანელოთ დღეს. მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, სულ რაღაცა როდესაც გართულდება ხოლმე სიტუაცია, მაგათ ვკითხულობ და ვიშველიებ. იქნებ ხალხს. ისეთი რამე თქვა ეხლა ქალბატონო ნინომ რომ დათო მე ვფიქრობ იდეა მომივიდა უბრალოდ და იქნებ გავაკეთოთ ესეთი რამე თუ დარიოს საისტორიო კლუბში თუ კი მოვიპოვებთ ამ ტექსტებს აი როგორც ირაკლი კითხულობს, უბრალოდ სურათი ვაჩვენოთ და წავიკითხოთ ეს წერილები, უბრალოდ მოვასმენინოთ ადამიანებს ეს სიტყვა. კი, ძალიან კარგი. კი, ძალიან გამოგიგზავნით. ეხლა თქვენ დიმიტრიშველიძე ყავდათ სტუმრად, ეხლა ეს ასეთი სპეციალისტია, ეხლა მე ვთქვათ, აი მე პოლიტიკური მოღვაწეობა მისი ძალიან ფართოა და აქ უკვე გულისხმობს იქ მიუნხენის და არქივებზე მუშაობას იმ გერმანიის ამ ხალხს ამაზე ნამუშევარი აქვს და აი თითოეული სიტყვა მე რაც მაქვს და რაც ლელას არალიძემ თარგმნა, ეხლა ითარგმნა ეს ქართველთა უფლებები, ამის დაფინანსებაც ვერ ვნახეთ. ნათარგმნი არსებობს, აი დაგაკავშირებთ მე იმ ქალბატონთან, ნანა ბერიძემ თარგმნა, ვინც უანგაროდ გვითარგმნა სიბრძნე სიცრუისას შესავალი ზურაბ ბაბალიშვილის კვლევა, საოცრება ხდება. ვთქვათ, რატომ გინდა საქართველოს მომავალი და ქართველთა უფლებები აქვთ, აი 10 მცნებასავით გაწერილი. ყველაფერი აქვთ მათ დაწერილი. და პრინციპში ახლა რა ვიცი, მე მგონი დამეთანხმებით, რომ დღემდე მათ მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ და ამის შენარჩუნებისთვის ვიბრძვით, ხო? ასე ჩვენი საქმე და პირდაპირ აი ამ ხალხის გზას თუ გავყვებით, მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება. ამათი იმედი მაქვს. და ჩვენი მომავალი თაობის კიდე ჩვენი ერეკლე მეორის კარზე იყო რუსი ოფიცერი ბურნაშოვი გვარა ცნობილია ისკასი ისტორიაში ხო და ის წერს თავის ერთ-ერთ წერილში რომ არაფერზე ისე არ ზრუნავსო მეფეო როგორც თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალზეო. ხო, ნუ ეხა ერეკლე ის იმ კი რასაკვირველია ასე ეს ევროპა ხო იდეა არის, ევროპა არის საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობის იდეა. თან შენი გონით, გენით, სისხლით, ხორცით ხარ უფრო ახლოს ვეფხისტყაოსანი გაქვს ამის დასტურად, ასევე ნუ ჩვენი არჩევანი ქრისტიანული ამ არეალში და ქართული ენა ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში ისეთი
განძი ჩვენი ენით, რომ ამ არეალში რომ შენი ენა არც ერთ ენათა ოჯახს არ მიეკუთვნება და ხარ აბსოლუტურად განსხვავებული ინდივიდუალობა გაქვს, რომელსაც შენ შენებურად ფილტრავ. აი ვეფხისტყაოსანშიც ეგ არის, იცით, ესეც უწერია კვლევაში, რომ იქ არაბული სპარსული გავლენები, რომელიც ძალიან დიდია, ხო? ამას ყველაფერს ეროვნულად იღებს ვეფხისტყაოსანი და აბსოლუტურად სხვანაირად არანაირი გავლენა იქ არ არის. ეს არის სწორედ ამ ჩვენი გონის და ამას და ესეც დასაბუთებული და ეს ქართული ხასიათის და რა ვიცი ჩვენი ინდივიდუალობა და ამიტომ ეს ევროპა აბსოლუტურად ევროპული ევროინტეგრაცია რაც არის დღეს ვისთვისაც ვთქვათ ეს ქვეყანა იბრძვის არის აბსოლუტურად გენეტიკური და ბუნებრივი განვითარება, რასაც ეს მიხაკო წერეთლის სიტყვებია, ჩემი არ არის, რომ გაგრძელდეს ჩვენი იძულებით შეწყვეტილი ისტორია. ხა ჯერჯერობით ამ ხალხის მონაპოვარზე ვდგავართ და მე მგონი, რა ვიცი, მათი გზაც. აი საჭირო დროს აი სიტყვა, აი ჭერმეტყველების და სიტყვა არის ერთადერთი იარაღი მათი, ხო, ამ შემთხვევაში. კი, იქ იყო იბრძოდნენ, მაგრამ აი ამ სიტყვით, ამ სწორი სიტყვებით გააკეთეს ყველაფერი და რა ვიცი, თუ მიუყვებით მათ, მე მაინც ამის იმედი მაქვს. იმიტომ რომ იმდენად ვექცევი ხოლმე გავლენის ქვეშ, ნამდვილად მოქმედებს ჩემზე. ალბათ იმედი აქვს მათ სიტყვებს ძალა, დღესაც აქვს. საბედნიეროდ კი. ყველაზე არა სამწუხაროდ. რა ვიცი. ნახოთ. დიდი მადლობა და კომენტარებში არის უბრალოდ აღარ გამომაქვს, იმიტომ ძალიან საინტერესოა. ფოტოები როგორ მომეწონა დადით სოციალურ ქსელზე ეს კომენტარები მიდის და მადლობელი არიან თქვენი პირველ რიგში. მე ვერ ვხედავ ჯერ, იმიტომ რომ მე გავაცნობი და მე თქვენს გთხოვთ რომ აი ეს წერილები აკაკი ჩხენკელის საიდუმლო წერილი, ქართველთა უფლებები მიხაკო წერეთლის, ის მისი სიტყვა წარმოთქმული. ეს ყველაფერი დღეს ისეჭირდება ჩვენს ქვეყანას, მე მგონი როგორც არასდროს. ნუ სამეცნიერო ნაშრომებით ხო, საერთოდ უკვე ვართ საერთაშორისო მეცნიერების ნაწილი მათი წყალობით. იმთავითვე ვიყავით და დღესაც ესეა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ, დათო. მადლობა და არ გახვიდეთ რომ ისა ეთერიდან რო გავალთ რაღაცა მინდა გითხრათ ორივე. კი ბატონო, არა მე. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიყურებდა, განსაკუთრებით მათ, ვინც მომავალში შეხედავთ, მოიწონეთ და გაავრცელეთ ჩვენი ვიდეო, მოგვეხმარეთ ამ პლატფორმის განვითარებაში და პირველ რიგში დიდი მადლობა ქალბატონ ნინო სამსონიას არაჩვეულებრივი საინტერესო გადაცემისთვის. თავად როდესაც აიკითხავენ გამოცემებს, თვითონ ეზიარებიან ამ ყველაფერს. მე რაღაცა ზოგადი ზედაპირული ინფორმაცია მოგაწოდეთ და მაგრამ мотивация თქვენ შექმნით. და თანად მე თავად შეეხონ ამ ყველაფერს და თვითონ უკეთ გაიგებენ რაზე ვლაპარაკობ. დიდი მადლობა ნინო. დიდი მადლობა. თქვენ. მშვიდობებით ჩვენ